Შესრულდა 16 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ შუადღე TV3-ზე დროს უთმობს ტრადიციულ სამედიცინო რუბრიკას სამედიცინო ცენტრ ლანცეტთან ერთად, რომელიც გახლავთ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორი და დღეს მოდით ვისაუბროთ საკმაოდ გავრცელებულ და აქტუალურ დაავადებაზე, შეიძლება ითქვას ასე, ინფარქტზე. ინფარქტი გულის იშემიური დაავადების კლინიკური ფორმა, რომელთა დროსაც ვითარდება შეუსაბამობა გულის კუნთის მოთხოვნილებასა და კორონარების შესაძლებლობას შორის. ამ შეუსაბამობის გამო წარმოიშობა ტკივილი, სტენოკარდია, რომელიც ჯანგბადოვან შიმშილზე გულის კუნთის sapasukho რეაქციაა. სტენოკარდია სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. როდესაც კორონარული სისხლომარაგების შეწყვეტა გარდამავალია, ტკივილის შეტევა ხანმოკლეა, ხოლო თუ განვითარდა კორონარო თრომბოზის სისხლომარაგების მყარი შეწყვეტით, გულის კუნთში იწყება უჯრედების შეუქცევა, იკვდობა მიოკარდიუმის ინფარქტია, რასაც თან სდევს ძლიერი და ხანგრძლივი სტენოკარდიული ტკივილი. თუ როგორ უნდა უმკურნალოთ ამ მდგომარეობას, დღეს ჩვენი სტუმარი სამედიცინო ცენტრ ლანცეტის ინტერვენციული კარდიოლოგი ბატონი ალექსანდრე ჩხოლარია გვესაუბრება. ასე უნდა ჩაერთოთ აქტიურად გადაცემის მსვლელობაში თქვენს, დაგვირეკოთ სატელეფონო ხაზზე, რომლის ნომერია 257-77-27 და მოგმართოთ Facebook გვერდზე. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, შუადღე TV3-ზე, მოძებნეთ Facebook-ზე, მოიწონეთ, შემდეგ კი მოგმართეთ თქვენი შეკითხვებით, მოსაზრებებით თუ სხვა თუნდაც რჩევებით. მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე, მადლობას გადაგიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის. მე ზედაპირულად ალბათ დავახასიათე რა არის ინფარქტი, მიოკარდი, იგივე თქვი, ესეთი სიტყვები ალბათ, რომელიც მხოლოდ სამედიცინო ტერმინოლოგია და ბევრისთვის ჩინურია და არ იცის. ამიტომ მოდი დავიწყოთ საუბარი ზოგადად რა ვისაუბრე რა არის მიოკარდიუმის ინფარქტი ზოგადად. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. მიოკარდიუმის დაავადება. მიოკარდიუმის ინფარქტი ზოგადად საშიში დაავადება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვათ რა არის. დიახ. მიოკარდიუმის გულის კუნთს ვეძახით ჩვენ, მიოკარდიუმს ექიმები სამედიცინო ენაზე. მე დღეს შევეცდები უფრო ადამიანის გასაგებ ენაზე ავხსნა. მიოკარდიუმის ინფარქტი, მოკლედ რო ვთქვათ, არის გულის კუნთის კლდომა. ანუ გულის კუნთი მარაგდება სიზარღვებით, ამას ჩვენ გულის კორონარულ სიზარღვებს ვეძახით. გარდა იმისა, რომ გული სხვა ორგანიზმის სხვა ორგანოებს კვებავს, თავის თავსაც კვებავს. როდესაც გარკვეული რაღაც ფაქტორების გამო მომარაგება, ანუ სიზარღვე დაიხშობა, მოხდება დათრომბა, შევიწროება, არ მიეწოდება სათანადო რაოდენობით ჯანგბადი და სისხლი და საკვები ნივთიერებები გულის კუნთამდე და ვითარდება მიუბნის კონკრეტული უბნის კლდომა. ეს არის მიოკარდიუმის სწრაფი ინფარქტი. და საშიში რატო არის? გულს აქვს ნასოსის ფუნქცია. შესაბამისად, როდესაც მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება, გული ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ყველაზე ვერაგი გართულება და ყველაზე ვერაგი ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის სიკვდილი. რატო არის? ანუ შეიძლება მომენტალურადაც მოხდეს, ხო? დიახ, მომენტალურად არის სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის მიოკარდიუმის სწრაფი ინფარქტი. ესე სისხლძარღვები ვეღარ აწვის უკვე გულის კუნთს სათანადო იგივე ჟანგბადს სისხლს და ნივთიერებებს, რომელიც გულს ესაჭიროება მუშაობაში. კონკრეტული უბანი აღარ იკუმშება, ან ჩამორჩება კუმშվածობაში, ვერ ასრულებს ნასოსურ ფუნქციას, ვერ გადაკაჩავს სათანადო რაოდენობით სისხლს, რომელიც უნდა იყოს თავის ტვინს, თირკვლებს, ფილტვებს. დამდას გული მუშაობს, თუმცა მუშაობს ძალიან მძიმედ, ხო? შესაბამისად, ვითარდება უკვე ფუნქციო, გურტი ორგანული ფუნქციების დაქვეითება, რომელიც შეიძლება მიუყვანოს შოკამდე და შემდეგ სიკვდილი. აი, რამდენად პრობლემურია ეს დაავადება? ყოველი 10 გარდაცვლილი ადამიანიდან სოფლიოში 3 კვდება მიოკარდიუმის სწრაფი ინფარქტით. ანუ ყოველი მესამე გარდაცვლილი ფაქტობრივად არის მიოკარდიუმის სწრაფი ინფარქტით. ყოველ დაახლოებით 40 წუთში ვიღაცას საქართველოში ემართება ერთხელ ინფარქტი. ეს ძალიან აქტუალური თემაა, აშკარაა. ამიტომ ეს იმდენად აქტუალურია, რომ ამაზე ძალიან დიდი ყურადღებაა მისაქცევი. კარგით, მოდით მაშინ ვისაუბროთ თუ არ გადავახტები ზოგადად მიმდევრობას, რისკ ფაქტორებზე და ზოგადად რა იწვევს აი ამ გულის კუნთის რისკ ფაქტორები არის რამდენიმე. ყველაზე, ანუ პირველი რისკ ფაქტორი ერთ-ერთი ეს რა თქმა უნდა არის ასაკი, რომელსაც ვერ შევცვლით, რა თქმა უნდა, რაც უფრო ასაკი გვემატება, მით უფრო არის რისკი იმისა, რომ გამოდის წყობრიდან, თქვათ ასე? გამოდის წყობრიდან, მოკლედ რა ვთქვათ. ანუ წყობრიდან გამოსვლა რა შეიძლება? გულის სიზარღვებში ილექება ცხიმი, ქოლესტეროლი, ცუდ ცხიმს ვეძახით, რომელიც თანდათან ავიწროებს სანათურს, აღარ მიეწოდება სისხლის სათანადო რაოდენობით და შესაბამისად მე დროთა განმავლობაში შეიძლება დაილაქოს თრომბი, დახუროს მთლიანად სიზარღვე და განვითარდეს გულის კუნთის კლდომა. ასაკი ერთი. მეორე სქესი, რომელსაც ასევე
ალბათ ვერ შევცვლით. მამაკაცებში რა თქმა უნდა უფრო მეტად მამაკაცებში უფრო მეტად ხშირად არის. რატომ? სანამ ქალბატონებს კლიმაქტერული პერიოდი, ანუ რეპროდუქტიული ასაკი აქვთ, სანამ არ დაუდგებათ კლიმაქტერული პერიოდი, ქალის ჰორმონები გარკვეულწილად იცავს ამ ქოლესტეროლის დაგროვებისგან სიზარღვებში და შესაბამისად დაცულები არიან გულის ისჩემიური დაავადებისგან და ინფარქტისგან. აი, როდესაც უკვე კლიმაქტერული პერიოდი დგება, ქალბატონებს და მამაკაცებს ერთნაირი რისკი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების. და გენეტიკური ფაქტორი, რომელსაც რა თქმა უნდა კიდევ ვერ შევცვლით, ეს გენეტიკაში არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, თუ დაუშვათ მისი უახლოესი ნათესავი 80 წლის ასაკში დაემართა მიოკარდიუმის ინფარქტი. გენეტიკა იგულისხმება, როდესაც ახალგაზრდა ასაკში 40-35 წლის 45 წლამდე ასაკში ქონდა გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, შესაბამისად გენეტიკურად დატვირთული არის. მაგრამ არის ფაქტორები, რომლებიც ასევე გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და შეიძლება ჩვენ მისი პრევენცია მოვახდინოთ. ერთ-ერთი არის სიგარეტი. სიგარეტის წევა, რომელიც სხვათა შორის, რომლის წილიც დაახლოებით 35-დან 38%-მდეა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში. და რატომ ასაკეთებს სიგარეტი? სიგარეტი რას აკეთებს? ესე იგი, პირველი აჩქარებს ქოლესტეროლის დაგროვებას სიზარღვებში, დალექვას, ეგ ერთი. მეორე აზიანებს ენდოთელიუმს. ენდოთელი რა არის? შიდა გარსი. შიდა გარსი უნდა იყოს გლუვი, რომ სისხლული თრომბი არ გაჩნდეს. აი ენდოთელიუმს რომ დააზიანებს, თრომბი ადვილად ჩდება, თრომბოციტები და თრომბი ადვილად ჩდება და შესაბამისად დაიხურება არტერია. მესამე იწვევს სპაზმს. ანუ რაც უფრო დიდი დიამეტრის არის სიზარღვე, მით უფრო ნაკლები ალბათობა იმისა, რომ შევიწროვდეს. და რაც უფრო მცირე დიამეტრია, სპაზმი კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს და კიდევ უფრო აღარ მიეწოდოს ჟანგბადი და სისხლი გულისკვნთად. ეს სამივე ამ კომბინაციას ახდენს სიგარეტი. შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე ალკოჰოლი. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება. ყოველდღიური დაუშვათ 100-150 მილilitrამდე ალკოჰოლი პირიქით სასარგებლოც არის. მაგრამ ამის მერე უშუალოდ სიზარღვებსაც აზიანებს, იწვევს შევიწროებას კი არა, პირიქით ანევრიზმატულ გაფართოებებს ვეძახით ჩვენ. ანუ სისხლი უკვე აღარ მოძრაობს ისე იმ სისხლში, როგორც უნდა მოძრაობდეს. ჩვენ ვეძახით აი ლამინარულად, აი მდინარე როგორც სუფთა მდინარე როგორც. და არა ესე ტურბულენტური მოძრაობა. როცა ტურბულენტური მოძრაობა, იქ თრომბი შეიძლება ან სანათურის დააზიანოს, თრომბიც გაჩნდეს და გამითარდეს ინფარქტი. გარდა ამისა, უშუალოდ ალკოჰოლი პირდაპირ მოქმედებს გულის კუნთზე, დამაზიანებლად, ტოქსიკური არის და შეიძლება გულის უკვე ალკოჰოლური კარდიოპათიები არსებობს, როდესაც გული თანდათან ფართოვდება და ერთ-ერთი გამოსავალი უკვე გულის განანერგვა ამ შემთხვევაში. არტერიული ჰიპერტენზია. მე თუ არ ვწდები ამ გადაცემა ხო იყო საუბარი არტერიული ჰიპერტენზიაზე. ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი სერიოზული რისკ ფაქტორია. არა მარტო მიოკარდიუმის ინფარქტის, არამედ ინსულტების და სხვა პათოლოგიების განვითარების მისი კორეგირება შეიძლება. სიმსუქნე. თვითონ ჭარბი წონა უკვე არის რისკ ფაქტორი იმისა, რომ მეტი ცხიმი აქვს და მეტი ცხიმი დაგროვდეს სიზარღვებში. ეგ ერთი და მეორე. რაც უფრო მსუქანი ადამიანი, მით მეტი სისხლის გადაკაჩვა ჭირდება გულს და მით მეტი სამუშაო ჭირდება. პლუს კიდევ, ანუ მეტი მოთხოვნა ჭირდება ჟანგბადზე. მეც მუშაობს და იმიტომ და სიზარღვე თუ შევიწროებულია, მიწოდებაც არ არის სათანადო რაოდენობა, აი რა თქვენ თავს შესავალში თქვით და დისბალანსი ვითარდება და შეიძლება თუ ამას კიდე სიგარეტის დაერთო, განვითარდეს ინფარქტი. ჰიპერქოლესტეროლემია კიდევ, ეს რა არის? ეს არის ქოლესტეროლი ზოგადად არის ნორმალური უჯრედის. ჩვენ ყველა შევდგებით უჯრედებისაგან. უჯრედის შენებისთვის არის აუცილებელი. მაგრამ ნორმის ზევით როცა არის მომატებული, ეს ნორმის ზევით უშუალოდ გროვდება სიზარღვებში. არის კვებით გამოწვეული ჰიპერქოლესტეროლი, როცა ჩვენ ცხოვრების წესთან გამომდინარე კარგს ჭამთ, კარგს ვსვამთ და ქოლესტეროლი მომატებული გვაქვს. და მეორე არის გენეტიკური დაავადება, როდესაც ბავშვობაში დაბადებიდან უკვე ამ ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემის ვეძახით, როცა ბუნებრივად მომატებულია, ამ შემთხვევაში უკვე 10 ჯერ და 20 ჯერ არის მომატებული მკვეთრად. აი ეს არის ის ძირითადი რისკ ფაქტორები, რომელიც ახლა მოდი ვისაუბროთ მაშინ ძალიან ესე მოკლედ ჩამოთვალოთ, შეიძლება დავიზღუდოთ თავი, გასაგებია არ უნდა მოვწიოთ, დავლიოთ იმთენი, რომ მხოლოდ ჯანმრთელობისთვის იყოს სასარგებლო და ზედმეტი უკვე რა თქმა უნდა არაფერი არ ვარგა. მაგრამ აი რა შეიძლება თქვა გავაკეთოთ წინასწარ რომ დავიზღუდოთ თავი, იმისათვის რომ მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ მიოკარდიუმის ინფარქტი. მე შევეცდები მოკლედ მოვყვე. მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის ტკივილი გულმკერდის არეში. გულის ფიცარს ვეძახით ამ ადგილს. აი რაღაცნაირი დამახასიათებელი ტკივილი აქვს, მოჭერა, სიმძიმე, წვა, თითქოს გახჩობს, თითქოს კომში გაჩხერილი ყელში. აი თან ძალიან ხშირად ახასიათებს
ესეთი შეგრძნება ვეძახეთ სიკვდილის შიში. ამ დროს პაციენტებს ძალიან ეშინიათ გარდაცვალების. იმდენად ტიპიური და დამახასიათებელია. აი ხა მეც უკვე დავიძამე რაღაც. მაგრამ ყველა ტკივილი, რომელიც გულის არეში არის, არ შეიძლება ჩვენ მივითითოთ მიოკარდიუმის წვავი ინფარქტად. მაგრამ თუ პაციენტს მაგალითად ის რისკ ფაქტორები აქვს, რომელიც ჩვენ უკვე ჩამოთვალეთ და არის დავუშვათ მამაკაცია, რომელიც არის 45 წელს გადაცილებული, თან ეწევა, თან წნევაც აქვს, თან კარგს ჭამს, კარგს სვამს, ნუ ერთხელ მაინც ექიმთან უნდა მივიდეთ. ელემენტარულად ექიმმა უნდა გამოკითხოს სიმპტომები, გადავიღოთ კარდიოგრამა, ეხოსკოპია, ეს არის ელემენტარული, რომ ყოველ შემთხვევაში დასაწყისშივე, ანუ წინა პერიოდი შეიძლება იყოს უკვე ნათელი. წინა პერიოდი არსებობს. აი მაგალითად სამწუხაროდ ინფარქტი იმიტომ არის ცუდი, რომ 50% შემთხვევაში, თლად 50 დაახლოებით 50%-ში პირველადად, ანუ გულის დაავადება ვითარდება ინფარქტით. ანუ პაციენტი შეიძლება არაფერი არ აწუხებდეს, მშვენივრად გზნობდეს თავს და უეცრად დაიწყოს ეს ტკივილი, რომელიც აგრძელდეს 30 წუთი, 40 წუთი და გამეთარდეს ინფარქტი. მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში არის ამის წინაპირობები. ნუ ერთ-ერთი აი ელემენტარული სიტყვი, აი სიზარღვე შევიწროვდა. ჩვენ სიზარღვე როცა ვიწროვდება ქოლესტეროლით უხეშად ვიტყვი, A პუნქტიდან B პუნქტამდე სისხლის დინებას უნდა კონდეს წინააღმდეგობა, რომ მოქცეს კლინიკა. თუ არ შევიწროვდას დაახლოებით 65-70%-ით, როცა ვიწროვდება უკვე იძლევა კლინიკას. ეს რა არის? კიბეზე ავდივართ, ცოტა ჩქარა მივდივართ და ეწყება ტკივილი, რაღაც უსიამოვნო შეგრძნება. ანუ რატო გულმა მეტი მუშაობა დაიწყო, მეტი ჟანგბადი მოითხოვა. ჩვენ კიდე შევიწროებულო ვერ მიაწოდა და გაგვეწყო ტკივილი. ინსტინქტურად ჩერდებით, გავჩერდებით, ყოფნის გაუვლის. ან ნიტროგლიცერიდის მიიღებს პაციენტი ენის ქვეშ, სიზარღვე გაფართოება და ეს გაუვლის. მაგრამ შემდეგ ეს 70-ი რო ხდება 80%, 85%, უკვე 1 კილომეტრზე კი არა, 500 მეტრზე ეწყება ტკივილი, 100 მეტრზე ეწყება. ანუ ეს უკვე მიმანიშნებელია, რომ სიზარღვეში სავარაუდოდ არის შევიწროება და დროზე უნდა ჩარევა. რა თქმა უნდა თუ გენეტიკაში გვაქვს და ის ფაქტორები კიდე რაც უკვე ჩამოვთვალე. როდესაც ერთს მნიშვნელოვანს ვიტყვი. იმდენად საშიშია ეს დაავადება, რომ როგორც კი ეჭვი არის, რომ შეიძლება იყო რუსეთში ერთი ცნობილი ექიმი, ხა გვარდასახს არ დავასახელებ, კარდიოლოგი იყო. და როგორც იტყვიან, ჭიპი ჰქონდა მოჭრილი ამ დარგში. არის კიდევ მიოკარდიtis ინფარქტი აბდომინალურ ფორმას ვეძახით, კუჭის ფორმით მიდის. აი კვაცინს კიდევ კუჭი და გონიათ რომ გამიგიეთ. მთელი ღამე კუჭს ირეცხავდა. და დილით მიიყვანეს კარდიოგენური შოკით. ანუ ინფარქტი იყო, მას ეგონა კუჭის წყლული, ადრე აწუხებდა წყლული და იმიტომ მიიტანა და თვითონ ექიმს დაემართა ეგეთი რაღაც. ასე როგორ კუჭი რო ეგონა და ამ დროს გულის შეტევა ქონიათ ეგეთი ფაქტები. პირველი რაც შეცდომა არის კუჭის გამორიცხვა, არაფიზდებით არ შეიძლება. სმენია, სხვადასხვა სამწუხაროდ და სავალო შედეგები. კატეგორიულად არ შეიძლება. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. იმიტომ რომ ხო გითხარით, აი მიოკარდიუმი შეიძლება არ მithქვია, მიოკარდიუმის წავა ინფარქტი პირველ 1 საათში სიკვდილობა აქვს 30%-მდე. ანუ 100-დან 30 ადამიანი პირველ 1 საათში მოკვდება. თუ დროზე არ მოხდა ჩარევა. და გასაგებია მიკროინფარქტის ხსმენია ალბათ ყველას რას ნიშნავს და რას რადგან სხვავდება? ესე იგი გულს როდესაც კონკრეტულ უბანს ამარგებს კონკრეტული სიზარღვე. როდესაც ის სიზარღვე იკეტება, ვითარდება აი დაუშვათ ამხელა კუნთი არის. დაზიანება მოხდება მთელი კუნთის. მაგრამ კტომას არ იწყებს მთლიანად მთელი კუნთი. ყოველ 1 საათში, ამიტომ არის დროულად მიმართოთ ექიმს, სანამ უნდა გაიხსნას სიზარღვე და ამ მეთოდზეც ვიტყვი. რაც უფრო მეტ დროს ვკარგავთ, მით მეტად ზიანდება გულის კუნთი და რასაც ეს სიზარღვე ამარაგებს, შეიძლება 12 საათში იმედად მთლიანად დააზიანოს, რომ აღდგენადი აღარ იყოს და მოკვდეს. თუ დროზე უშველით პაციენტს, მაშინ შეიძლება მცირე დაზიანება მოხდეს. ეს არის მიკროინფარქტი. ასე ვთქვათ. თუ შეიძლება რომ მიკროინფარქტი დავარქვათ, და აი მიკროინფარქტის დროს ხო მსმენია რა, რამდენიმე მიკროინფარქტი გადაიტანა ვთქვათ. დიახ. შეიძლება ადამიანთა ფეხზე გადაიტანოს ინფარქტი, გააგრძელოს. კი, არის არც ისე ხშირი არის, არც ისე იშვიათია, როდესაც ჩვენ უშუალოდ როცა ჩვენთან მოვა ვეუბნებით, რომ თქვენ ბატონო ჩემო გაქვთ გადატანილი ინფარქტი. და ხანდახან ვეუბნებით გადატანილი გაქვთ ერთი კი არა, მეორე ინფარქტიც. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რას? ეს ცუდია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ნამდვილად არის. ტკივილი არის ძალიან კარგი რაღაცა. ტკივილი რას გეუბნება, რომ დროზე მიშველე, რაღაცა პრობლემა მაქვს. ხელს რო გავიჭრი. მე მეტკინება თუ არ მეტკინება, ხელი არის გაჭრილი. თუ არ მივაქციე,
დაჩირქდება და შეიძლება ხელით დავკარგო, ხო? ანუ როცა ტკივილი დამეწყო დროზე მივაქციე, იგივენერე დროზე მივაქციე. ინფარქტის თუ პაციენტს დაემართა და დაუშვათ გადარჩა, ხო? როგორც ნუ ერთ-ერთი ყველაზე ხშირია გულის უკმარისობა. ანუ ის კუნთი ვეღარ ასრულებს დროთა გულის თავის ფუნქციას და ჩამოყალიბება და გულის უკმარისობა. გულის უკმარისობა რა არის? პაციენტს რომელსაც ხშირად აქვს უჰაერობა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ფილტვებში ხშირად უგროვდება სითხე, ფეხები აქვს შეშუპებული ხშირად, უკვე მუცელში გროვდება სითხე. ანუ როდესაც გული ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც უნდა ასრულებდეს და შესაბამისად ვითარდება გულის უკმარისობის ნიშნები. რა თქმა უნდა, სიკნელობა მაღალია ამ დროსაც. აი ეს რაც შეეხება ეს არის მაშინ როდესაც ადამიანი ამას შეუმჩნევა ტკივილების გარეშე. კი, უმტკივნეულო. აი თავარი რის ფაქტორი გამოვრჩა მე, ახლა გამახსენდა, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის დროს ფაქტიურად 8-ჯერ არის მომატებული რისკი, რომ განვითარდეს მიოკარდიtis წვავი ინფარქტი, ვიდრე ჩვეულებრივ პაციენტს, ვისაც არ აქვს დიაბეტი. და შაქრიანი დიაბეტის ერთი ცუდი დამახასიათებელი თვისება, გარდა მრავალისა არის, რომ ნერვულ დაბოლებებს აზიანებს. ანუ პაციენტს დაემართება მიოკარდიუმის ინფარქტი და რეალურად არ ტკივა. იმიტომ რომ ნერვული დაბოლებები დაზიანდა. აი ესეთი პაციენტი ხშირად დიაბეტურ პაციენტებშია, როდესაც განსაკუთრებით თუ ენდოკრინოლოგთან არ დადის ხშირად, არ ეკონტროლებს შაქარს, გლუკოზის დონეს სისხლში, შესაბამისად შეიძლება პაციენტი უეცარი სიკვდილითაც გარდაიცვალოს. ან აი ექიმთან მივიდეს და უთხრათ, რომ ექიმთან რატომ მოვიდა? კარგად რო არის, იმიტომ ხო არ მოვიდა. ექიმთან მოვიდა, ქართველი კაცი ბუნება ხო იცით თქვენ ახლა. თუ ბოლომდე არ გავუჭირდა, ექიმთან არ მივა. ნუ მოვიდა, იმიტომ რომ უკვე რაღაც ნიშნებია, გუკმარისობა აქვს, უჰაერობის შეგრძნება აქვს. და ამ დროს ვეუბნებით, რომ ჩემო კარბატონო, ჩემო შენ უკვე გადატანილია. კარგი, მოდი მაშინ ახლა ესეთი რაღაცას გითხარით და დაგვეხმაროთ, რომ ვიცოდეთ, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როდესაც თქვა თუმცა პას ამ ვიღაც კვერცხზე მოხდა ესე რომ ინფარქტის შეტევა აქვს. პირველადი დახმარება. კი ბატონო. ესე იგი არის ორი ეტაპი მკურნალობის. ერთი რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავუკეთოთ ადგილზე, ჩვენს ახლობელს, ან თვითონ გაიკეთოს თავისას, მეორე რომელიც ალბათ გვექნება საუბარი უკვე კლინიკაში მკურნალობის მეთოდებზე. კი ბატონო. პირველი რაც თუ გქონდათ დაგეწყოთ ტკივილი გულმკერდის მიდამოში ძლიერი ტკივილი, მოჭერა, სიმძიმე, წვა, მოხჩობის შეგრძნება, რომელიც გაგზელდა 5 წუთზე მეტხანს, 10 წუთზე, 20 წუთზე მეტხანს. ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორი არსებობს. პირველი რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას. ყოველთვის ჯობია ვიფიქროთ ინფარქტზე, ვიდრე კუჭიმტკივა, ნერვოზული ან რაღაცა და ჩვენ გაგვეპაროს ეს და ბოლოს ფატალურად დავთავრდეს. გამოვიძახოთ სასწრაფო, ეს ულაპარაკოთ. იმიტომ რომ სასწრაფო მოვა, სწრაფად აღმოგიშენთ პირველად დახმარებას, ტკივილის გაყუჩება, თუნდაც ნიტროგლიცერინის მიღება, თუნდაც კარდიოგრამის გადაღება და დროზე გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე მივიდეთ საავადმყოფოში. თუ პაციენტს ოჯახის წევრს აქვს ნიტროგლიცერინი, ჯობია ნიტროგლიცერინი მივიღოთ, მაგრამ ნიტროგლიცერინის ერთი ცუდი თვისება აქვს, შეიძლება წნევა დააგდოს. არის მიოკარდიtis წვავი ინფარქტები, როდესაც გულის ფუნქციას ვერ ასრულებს და უკვე მაღალი წნევა კი არა, პირიქით დაბალი წნევაა. და კიდევ ნიტროგლიცერინი რომ მიიღოს პაციენტმა შეიძლება უფრო დააგდოს. მაგრამ ყველაზე ეფექტური საშუალება არის ჩვეულებრივი ასპირინი, აცეტილსალიცილის მჟავა. არა კარდიოასპირინები, არამედ ჩვეულებრივ პამიდორს ტყემალში რო უკეთებთ, 500 მგ ნახევარიან თლიანი უნდა გაღეჭოს. აი ელემენტარული მოქმედება რაც უნდა გააკეთოს სასწრაფოს გამოძახებასთან ერთად 25% დამცირებს სიკვდილიანობას. ელემენტარული ეს მოქმედება, ასპირინის გაღეჭვა მიოკარდიtis. საინტერესო, კარგია რომ ესეთი კარგი მეთოდი თუმე არსებობს. მეორე თუ წნევას უცბად გაუზომოთ, თუ მაღალი წნევა ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ, რაც უფრო ტკივილი ნაკლებია, მით უფრო ალბათობა დაზიანების ნაკლებია და რა თქმა უნდა სასწრაფო. მეც ვერაფერს ვერ გააკეთებ თქვენ. გამორიცხულია, დანარჩენი უკვე კლინიკის პირობებში უნდა მოხდეს მისი მკურნალობა. და მოდი მაშინ ორი სიტყვით იქნებისიც გითხრათ, რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ზოგადად აიცილოს ინფარქტი თავიდან და ეს დაავადება თუ რაღაც პრობლემაა. ის ყველაფერი რაც თქვი, ის რის ფაქტორები, თუ სამი ფაქტორი რის ფაქტორი მაინც არის. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი მაგალითად როგორ დაიცვას? რა გააკეთოს? საერთოდ ეხლა ჯანსაღი ცხოვრების წესი გარდა იმისა, რომ სიგარეტი არ უნდა მოწიოს, ალკოჰოლი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი არის ნაკლებ მარილიანი. ჩვენ უკვე თან გადავაბავ ალბათ პოსტინფარქტურ პერიოდს, მკურნალობის რეაბილიტაციის პერიოდს. ნუ დამესვეგ შეგითხო მაინც ასე რომ კი ბატონო. რადგან ყველაზე ხშირი არის არტერიული ჰიპერტენზია და წნევის კონტროლი და ექიმთა ხშირი სიარული, ამაზე ლაპარაკიც არ არის. პერიოდულად უნდა დადიოდეს ექიმთან. მარილიანი საკვები უნდა შეზღუდოს, რა თქმა უნდა. მე არ ვამბობ, რომ თლად უმარილო საკვები, ხო გაგიგონია თქვი ეს იპოლიტე ხვიჩია რომ ამას, კიდეც მოვწევ, კიდეც დავწევ, კიდეც ყველაფერი რო აუგზავნო პაციენტს.
როგორც იპოლიტე ხვიჩიამ თქვა იმ ფილმში ესე გააკეთებს, ხო? ანუ რაღაცნაირ შოქროშუალედ უნდა დაიჭირო. ნაკლებ მარილიანი. მე ვეუბნები რომ ახლა თლად უმარილო არა, მაგრამ მარილის გემო არ კონდეს საჭმელში და კულტურა უნდა იყოს. კულტურა არა, უფრო უნდა მიეჩვივნონ პაციენტის გამო რომ აი ნაკლებ მარილიანი გააკეთოს საჭმელი. სუფრაზე არ უნდა იდოს მარილი. ეს ერთ-ერთი ძალიან ცუდი თვისებაა. გაუსინჯავად მარილს ვინც ამატებს, ხო? ის გარანტირებულად ძალიან მაღალ პროცენტში ჰიპერტონიკია და შემდგომ მისი გართულებების პრობლემები ექნება. ელემენტარული რა, ნახევარი საათი დღეში ნახევარი საათი სწორ გზაზე სიარული. ან ოდნავ ძუნძული. მე არ ვამბობ კუსპაზე რო არბიან ეს არ არის დატვირთვა არა. ეგ დატვირთვა უკვე გულზე. პირიქით. კუსპაზე აღმარზე არბენა, ეს დატვირთვა. მაგრამ სწორ გზაზე ძუნძულით ან ნელი სიარული ნახევარი საათი მინიმუმ, ნახევარი საათი 1 საათი ეს ძალიან კარგია. რატომ? გული ეჩვევა ნაკლებ ჟანგბადზე მუშაობას. ანუ ერთი და იგივე პრობლემა არა დეტერმინირებულსა და ტრენირებულ პაციენტს შორის ერთ და იგივე პროცესი დაუშვი სიძარღვის შევიწროება სხვადასხვანაირად მიდის. ვინც ტრენირებულია, ვინც ყოველდღე ესე ვარჯიშობს, იმას უფრო ნაკლებ აქვს ინფარქტის გავითარების შეიძლება ალბათობა არა, მაგრამ მასშტაბი. ანუ იმას უფრო მიკროინფარქტი შეიძლება გავითარდეს, ვიდრე დიდი ინფარქტი. ну რა თქმა უნდა ექიმთან უკვე თქვი და მედიკამენტების ულაპარაკოთ ის რაც დაუნიშნა ექიმმა ულაპარაკოთ უნდა მიიღოს ეს პოსტი ფაქტობრივად რა თქმა უნდა პრეც შეიძლება მე აი დავუშვათ დაძაბვის სტენოკარდიას ვეძახე იმ მანამდე რაც მოვყევი დატვირთვაზე აქვს ტკივილი შეიძლება მე თავიდანვე არ გავუშვა პაციენტი კორონაროგრაფიაზე კორონარულ სტენტირებაზე ოპერაციაზე არავინ მედიკამენტურად დაუწყო მკურნალობა ეს უნდა მიიღოს აუცილებლად სხვადასხვა გამათხელებელი ქოლესტეროლის დამწევის საშუალებები, წნევის წამლები და ასე შემდეგ. და უნდა ერთი რაღაცა პაციენტმა და ადამიანმა გავიგოთ, რომ ეს არ არის გრიპი, რომელსაც რაღაც ერთი კვირა იყო და გაიარა. ამ ფილტვების ანთება, რომელსაც 10 დღე, 14 დღე უმკურნალეთ და გაიარა. ეს არის ქრონიკული პროცესი. ის სიძარღვით ჩვენ რომ ოპერაცია ჩაუტარეთ, ის ხო მანამდე სუფთა იყო და სუფთა სიძარღვზე მოხდა დალექვა. იგივენაირად შეიძლება სხვა ადგილებში ისევ გაჩნდეს. ანუ ეს არის ქრონიკული პროცესი და ქრონიკულად უნდა იმკურნალოს პაციენტმა. ხოლო რაც შეეხება მკურნალობას, თუ შეიძლება 2 სიტყვას ვიტყვი ამ მკურნალობაზე, გარდა ადრე იყო სამწუხაროდ მიოკარდიულ წავა ინფარქტს პირველი რაც მკურნალობა შემოვიდა, იყო წოლითი რეჟიმი. ანუ არაფერი არ ქონდათ და პაციენტს ეუბნებოდა რომ არ უნდა გაინძრე და სწორია. იწვა ეს პაციენტი 1 თვე, 40 დღე, 45 დღე, ეს უკვე კარგია პაციენტისთვის. უკვე ანუ გული არაა დატვირთული, უკვე მოსავალ მდგომარეობაში. ამან გარკვეულწილად სხვა შორის შეამცირა სიმპტომები. მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ხნის ადრე. მერე შემოვიდა ასპირინი. ელემენტარული ასპირინი, რაც მე ვთქვი, რომელმაც 25%, 25-დან 30%-მდე შეამცირა სიმპტომიანობა. ყოველი 100-დან ზედმეტი 25 სოფლის გადარჩენა ხდებოდა. ეს ძალიან დიდი შედეგია, რევოლუციური შედეგია. მაგრამ შემოვიდა უკვე სისხლის გამათხელებლები, ჰეპარინი და სხვადასხვა გამათხელებლები, მაგრამ ყველაზე ეფექტური საშუალება, რა თქმა უნდა, არის კორონაროგრაფია და კორონარული სტენტირება. ანუ რა? სიზარღვი არის მექანიკურად შევიწროებული. მე უნდა ჩემი თვალებით ვნახო, რა ხდება სიზარღვებში. ანუ პატარა ჩქარა. რა გასწავლა კორონაროგრაფიასა და სტენტირებაში? აი მაგასაც ახსნა. კორონაროგრაფია არის გამოკვლევა. სტენტირება არის უკვე დახურული უსისხლო ოპერაცია, პროცედურას ვეძახით. ახსნი რა არის? პაციენტ შემოვიდა მიოკარდიულ წავა ინფარქტით, ეჭვი მაქვს კარდიოგრამაზე ეხოსკოპირებად ყველანაირ ანალიზად და პაციენტს აქვს ერთ-ერთი სიზარღვი დაკეტილი სავარაუდოდ. ეს უნდა ვნახო. შესაძლოა ხელიდან ან ტრანსრადიალურს ვეძახით, მაჯის სხივის არტერიიდან ან ბარძაყის არტერიიდან შევდივართ გულის სიძაღში. უშუალოდ კორონარულ სიზარღვში შევდივართ და ვათვალიერებთ სიზარღვებს. ვნახულობთ, რომელი სიზარღვი დაიკეტა. რაუბანია დაკეტილი, იმიტომ რომ ჩვენ კი ვიცით რომ მიოკარდიtis ინფარქტია, მაგრამ დანარჩენი მაინც კითხაობა გამოდის. თუ მე კონკრეტულად არ ვმკურნალე, თუ სიზარღვი არ გაიწმინდა, არ გაფართოვდა, გამოვლობა არ აღდგა, არაფერი არ შეიძლება. ვნახე რომელი სიზარღვი, ეს არის კორონაროგრაფია. რომელიც გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთს. და მიდის ამ აღდგენას. როგორც წესი, ვაგრძელებთ ოპერაციით, უსისხლო ოპერაციის სტენტირებით. ანუ რა? სიზარღვი არის დაკეტილი, იმ სიზარღვში შევდივართ მექანიკური სპეციალური კათეტერებით, საშუალებებით, მიმართველი მავთულით ასე შემდეგ, ამაზე ახლა დეტალურად ვერ ვისაუბრებ. შევდივართ, ხსნით გამოვლობას აღვადგენს, შლით თრომბებს, თრომბების ამოღება ხდება და გამოვლობის აღდგენა ხდება. თუ ხედავ რომ ნარჩენი მოვლენა, ვაყენებთ მეტალის პროტეზ, სტენტს.
რომ ის სიზარღვე იყოს მუდმივად ღია მდგომარეობაში. ეს პროფილაქტიკურად რო გაიკეთოს ადამიანმა შეიძლება? პროფილაქტიკურად კორონაროგრაფიაზე ალბათ. ესე იგი, თუ პაციენტს საზოგადოებრივ არის ესე. არის მამაკაცი, არის 45 წლის და ზევით. და ან ეწევა, ან წნევა აქვს, ან ალკოჰოლს ჭარბად მოიხმარს, ან გენეტიკაშია დატვირთვა, უკვე კორონაროგრაფია ჭირდება. რა თქმა უნდა, ხო ვთქვი, მიოკარდიუმ წავე ინფარქტი 50%-ში უეცრად ვითარდება. ანუ იქ იყო რაღაც შევიწროება, რომელიც კლინიკურად არ ვლინდებოდა და უეცრად დაიხშო თრომბი და გავითარდა ინფარქტი. ამიტომ მე ყველას ვურჩევ, ვისაც კი ან ქალბატონები, ვინც კლიმაქტერულ პერიოდშია და პლუს ეს რისკ ფაქტორები აქვს, გენეტიკა, ან ეწევა, ან წნევა აქვს, ან სიხში ქოლესტეროლი აქვს მომატებული და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩივილიც რო არ ქონდეს, უნდა გაიკეთოს კორონაროგრაფია, ჩაიტაროს კორონაროგრაფიული კვლევა. ჩივილი თუ აქვს, მით უმეტეს. იმიტომ რომ შეიძლება დღეს შევიწროებული არის სიზარღვე, მაგრამ ნებისმიერ წუთს, წამს, საათს, დროს, კვირას შეიძლება დაითრომბოს და გავითარდეს ინფარქტი. რაც შეეხება სტენტირებას, ეს მოკლედ ავწერე, ეს არის სიზარღვის გამოვლობის ადგილი, უსისხლო ოპერაცია. თუ პაციენტს ყველა სიზარღვე დაზიანებული აქვს, ჭირდება რამდენიმე მეტალის იმპლანტაცია, მაშინ უკვე პაციენტი გეგმიური წესით მიდის ღია ოპერაციაზე. ეს უკვე აორტო კორონარული შუნტირება. ალბათ გაგვიგია ფეხი და რადიოლოგიებს და მიგდებს. მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ პაციენტი ნაკლებ ტრავმული ოპერაციით გამოვიყვანოთ. ანუ თუ არის მინიმალური შანსიც კი რომ სტენტირება ჩაუტარდეს, პაციენტს უტარდება სტენტირება. მიოკარდიუმ წავე ინფარქტის დროს ამ პროცედურის გამო, რასაც მე ვლაპარაკობ, სიკვდილობა არის მხოლოდ 2-3%, მეტი არა. მე მასიური ინფარქტებზე. სადაც მასიური ინფარქტები იყო 30-50%, დღეს არის მხოლოდ 2-3%. ამიტომ ესე იგი ყოველი 100-დან ზედმეტი 47 სიცოცხლის გადარჩენა ხდება. ეგ ძალიან კითხვა ჩვენს Facebook გვერდზე, შეგახსენებთ რომ შუადღე TV3-ზე Facebook გვერდის მისამართია ჩვენი, სადაც შეგიძლიათ მოუწეროთ და მოუწერა კიდეც ერთ-ერთმა ტელემაყურებელმა და გვეუბნება ესეთ რაღაცა სტენდირების შემდეგო რამდენ ხანში შემიძლია ფიზიკური მუშაობის დაწყება. ესე იგი ორი ტიპის მდგომარეობაა. თუ პაციენტს გეგმიურ რეჟიმში გაუკეთდა, ანუ ინფარქტი არ ქონდა. უბრალოდ ექიმო გული მტკივა, მაწუხებს, ჩავთვალეთ რომ ჭირდება სავარაუდო სიზარღვის შევიწროება და გეგმიურ რეჟიმში ჩაუტარე კორონაროგრაფია, ნახე რომ კრიტიკული შევიწროება გაუკეთა სტენტირება. როგორც წესი მეორე, მესამე დღეს წერთ პაციენტს. ამ შემთხვევაში ერთ კვირაშივე შეუძლია დაიწყოს მუშაობა. ფიზიკურ აქტივობასაც გააჩნია ახლა. შეშის თრევა, ბლოკების თრევა, ეგ ცოტა უკვე სერიოზული ფიზიკური დაავადება, ნორმალურ ადამიანისთვისაც პრობლემა არის და არათუ სტენტინა ოპერაციო პაციენტში. რაც შეეხება მიოკარდიუმ წავე ინფარქტის დროს, იმდენად სწრაფად ხდება ამ ოპერაციებით რეაბილიტაცია. ანუ მე ამ ოპერაციით რას ვაკეთებ? სიზარღვის ინფარქტი გავაჩერე. არ მივეც საშუალება რომ უფრო მეტი უბანი დაზიანებული იყოს. შესაბამისად, უფრო მეტი ცოცხალი უბანია და უფრო ადვილად გამოდის პაციენტი და გულის უპირისობის განვითარების ნაკლები შანსი. როგორც წესი 10 დღის მერე კლინიკურ მდგომარეობასაც გააჩნია. შეიძლება ერთი თვის მერეც ვერ მივცე, მაგრამ როგორც წესი 2 კვირის მერე ვაძლევთ მუშაობის დაწყების უფლებას. თუ ჩვეულებრივი გონებრივი სამუშაო ან ჩვეულებრივი ესეთი ფიზიკურ დატვირთვასთან ძალიან არ არის დაკავშირებული, ერთ კვირას შეუძლია. კეთილი, მოდით კიდევ ერთი ტელემაყურებელი, რომელიც Facebook-ზე წერს, ვარ 19 წლის, მაქვს გულის მანკი, თანდაყოლი ბოლო დროს ერთ ყურში დღეში რამდენჯერმე მესმის გულისცემის ხმა, რომელიც თავისით მალე გამდის. მაინტერესებს საშიშია თუ არა ჩემს მდგომარეობაში ეს ვითარებაა. რომ გამომივიდეს კვალიფიციური პასუხი, ამიტომ მოდი ასე ვთქვათ. გულის მანკი არის 1000-ობით. 1000-ობით არა, მაგრამ 1000-მდე არის. ზოგიერთი არის სუბუქი მანკი, რომელსაც ქირურგიული ჩარევაც არ ჭირდება. ზოგიერთი არის მანკი, რომელიც დაბადებიდანვე ცოტა ხანში ქრება, მაგრამ არის ზოგიერთი მანკი, რომელიც კორექტირებას საჭიროებს, ანუ ოპერაციას საჭიროებს. არის მანკები, რომლებიც საჭიროებს 1 წლამდე ასაკში, არის მანკები, რომლებიც საჭიროებს 1-დან 3 წლამდე ასაკში და არის მანკები, რომლებიც უფრო 19 წლის გვერდს. ამიტომ კონკრეტულად რო ვიცოდეთ რომელი მანკი, ეგ უფრო სწორი პასუხი გამომივა. რა თქმა უნდა, ზოგადად ვიტყვი მაშინ, გულის მანკი ვისაც აქვს, რა თქმა უნდა, პერიოდულად უნდა ეხოსკოპიური კვლევა ჩაიტაროს, მარტო ეხოსკოპია ხედავს, ერთ-ერთი კვლევის არაინვაზიური მეთოდია, რომელიც უნდა ჩაიტაროს და იმის დამიხედვით, რა ტიპის მანკია, რამდენად ხშირად ჭირდება კონტროლი და თუ ჭირდება ოპერაცია, უნდა გაიკეთოს. ახლა 19 წლის ასაკში ესე იგი არ არის იმდენად სიცოცხლის საშიში მანკი, რომ
მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, არის ზოგიერთი ბანკი, რომელიც ალბათ კი არა, ამას საკშიც საჭიროებს კორეგირებას. კონკრეტულად არ ვთქვია. კეთილი. ნუ მაშინ ჩვენ დღეისთვის თუ არ გვაძლევს უბრალოდ საშუალებას რომ კიდევ უფრო მეტად გამოვსოთ ეს თემა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი კლინიკიდან კიდევ არიან პროფესიონალები, ვინც მოვა ჩვენს ეთერში და გამოვსოთ უფრო ამ თემას, ზოგადად კარდიოლოგიურ თემას. უკეთ ჩვენი სტუმარი იყო სამედიცინო ცენტრ ლანცეტის კარდიოლოგი ბატონი ალექსანდრე ჩხოლარია, რითაც მას დიდმადლობას ვეთქვი საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ სარეკლამო ჭრა გვაქვს, რის შემდეგაც კვლავ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და უკვე გადაცემის დასკვნით ნაწილის შემოგთავაზებთ, რომ დაგვევლდეთ.